საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის თემა გეოგრაფიის საგანი და ამოცანები. თქვენ იწყებთ ახალ სასკოლო საგანს, რომელსაც გეოგრაფია ეწოდება. გეოგრაფია ცოდნის უძველესი დარგია და იგი კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების გარეჟრაზე ჩაისახა და დღემდე ვითარდება. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გეოგრაფიის შინაარსი, შესწავლის საგანი გარკვეულწილად იცვლებოდა. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფია მარად ახალგაზრდა მეცნიერება მასთან ერთად, რომ იგი უძველესია. გეოგრაფიული ცოდნა საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა და თუ ადრინდელ პერიოდში, ანტიკური ხანიდან მოყოლებული გეოგრაფია მხოლოდ აღწერილობით მეცნიერებას განეკუთვნებოდა, დღეს გეოგრაფია კომპლექსური მეცნიერება გახლავთ. თვითონ სიტყვა გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა. გეო ნიშნავს მიწას, დედამიწას, ხოლო გრაფოს აღწერას. შესაბამისად, ეს გახლავთ მიწის აღწერა და მართლაც საუკუნეების მანძილზე გეოგრაფია ერთგვარ ენციკლოპედიურ კრებულს წარმოადგენდა დაგროვილი ცოდნის და მის ამოცანას შეადგენდა ახალი მიწების, ტერიტორიების აღმოჩენა და შესწავლა. მართლაც მხოლოდ აღწერილობითი ხასიათის მონაცემების დაგროვება. დღეს გეოგრაფია აღწერილობითი მეცნიერებათა სისტემიდან გამოვიდა და იგი გვევლინება კომპლექსურ მეცნიერებად, რომელიც საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიჯნაზე არის განვითარებული. გეოგრაფიისთვის უმთავრესი გახლავთ არა უბრალოდ მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ ურთულესი კატეგორიის, როგორიც არის გეოგრაფიული გარსი, მისი შესწავლა, მასში მოქმედი კანონზომიერებების დადგენა, დინამიკის ჩამოყალიბება. ამდენად გეოგრაფია ჩვენ ვახსენეთ, რომ კომპლექსური მეცნიერება გახლავთ. ბუნება და ადამიანი, მათი ურთიერთდამოკიდებულება იკვეთება გეოგრაფიული გარსის სარბიელზე და სწორედ ამის შესწავლას ემსახურება ეს მეცნიერების დარგი. შეიძლება ასეც დავყოთ: ბუნება, მოსახლეობა და მეურნეობა. აი ამ სამი კატეგორიის ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება გეოგრაფია როგორც მეცნიერებათა სისტემა. ანტიკურ ხანაში გეოგრაფია არ იყო დიფერენცირებული, არამედ ერთიანი სისტემა გახლდათ. დღეს მეცნიერების განვითარებამ მოიტანა იმის საჭიროება, რომ გეოგრაფია დიფერენცირებული იყოს, ანუ დაყოფილი იყოს დარგობრივად. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მეცნიერებათა სისტემა, ანუ გეოგრაფია როგორც მეცნიერება, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ერთობლიობას წარმოადგენს. ამდენად და თუ გადავხედავთ საერთოდ განვითარების ისტორიას, კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა სამ ნაწილად შეიძლება ისედაც რომ დაიყოს. ეს არის საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი და ტექნიკურ მეცნიერებათა ჯგუფი. და გეოგრაფია სამივე აი ამ ცოდნის დარგს მოიცავს. და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს განეკუთვნება სწორედ აი ამ ბუნების შესწავლა, ანუ მეცნიერების ის დარგები, რომელიც კონკრეტულად ბუნების შესწავლას ემსახურება. ეს არის ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტცოდნეობა და აქვე ერთიანდება პალეოგეოგრაფიაც. ანუ საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის კვლევის ობიექტს წარმოადგენს გეოგრაფიული გარსი.
ჩვენ გეოგრაფიულ გარსთან დაკავშირებით შემდეგ გაკვეთილებზე კიდევ შევჩერდებით და უფრო ზუსტად განგიმარტავთ მას. ამჯერად დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სისტემაში ფიზიკური გეოგრაფიის კვლევის ობიექტი ეს არის გეოგრაფიული გარსი. და მისი შემადგენელი კომპონენტები აქედან გამომდინარე, მისი კიდევ უფრო მეტად დიფერენცირება, ანუ დაყოფა კიდევ უფრო მეტად შეიძლება იმის დამიხედვით, თუ რომელ ობიექტს სწავლობს. მაგალითად, გეომორფოლოგია, რელიეფის შემსწავლელი მეცნიერება, ჰიდროლოგია, წყლის შემსწავლელი, მეტეოროლოგია, ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი, ნიადაგების გეოგრაფია, ბიოგეოგრაფია, ეს ყველაფერი ფიზიკური, ანუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ნაწილს განეკუთვნება გეოგრაფიისას. რაც შეეხება საზოგადოებრივ გეოგრაფიულ მეცნიერებებს, აქ კვლევის ობიექტი გახლავთ საზოგადოება და ვინაიდან გეოგრაფიულ გარსსა და საზოგადოებას შორის ეს რაც უკვე ვთქვით, იმდენად მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს, სწორედ ამიტომ ეს ორი კომპლექსური, თავისთავად უკვე კომპლექსური მეცნიერება კიდევ უფრო ერთ მთლიან დარგს ქმნის, რომელსაც გეოგრაფია ეწოდება. აი ამ საზოგადოებრივ გეოგრაფიაში უმთავრესი გახლავთ მეურნეობის გეოგრაფია, ანუ ეკონომიკური გეოგრაფია, ეს ეკონომიკური ნაწილი, მოსახლეობის გეოგრაფია, სოციალური, პოლიტიკური, ისტორიული გეოგრაფია. ხოლო რაც შეეხება მესამე ნაწილს, კაცობრიობის ცოდნის დაგროვების, ანუ ტექნიკურ მხარეს, აქ შეიძლება გამოვყოთ გეოგრაფიის ისეთი დარგი, როგორიც გახლავთ კარტოგრაფია. ეს არის რუკების შექმნის ხელოვნება, ეს არის მეცნიერების დარგი, რომელიც რუკებს ქმნის და შეისწავლის და იგი ერთნაირად საჭიროა როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგებისთვის. და რუკები ორივე აი ამ მიმართულებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და საჭირო გახლავთ. თვითონ ტერმინი გეოგრაფია, როგორც აღვნიშნეთ, ბერძნული სიტყვა გახლავთ და პირველად იგი გამოიყენა ბერძენმა მეცნიერმა ერატოსთენემ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამდენად დავწმუნდით, რომ გეოგრაფია მართლაც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და ნელ-ნელა ვითარდებოდა. ამ განვითარების ეტაპებზე ხდებოდა მისი დიფერენცირება, ანუ დაყოფა ცალკეულ დარგებად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთიანი კომპლექსურობა დარღვეული ყოფილიყოს, არამედ ყველა ეს ჩამოთვლილი დარგი ერთ მთლიანობას ემსახურება, ეს გახლავთ გეოგრაფიული გარსის და საზოგადოების ტერიტორიული მოწყობის შესწავლა. მთავარი აი სწორედ აქ გახლავთ, რომ მიდგომა როგორც საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის, ასევე საზოგადოებრივი გეოგრაფიის გახლავთ ერთნაირი და იგი გულისხმობს როგორც ტერიტორიულ დიფერენცირებას, ანუ სივრცეში დიფერენცირებას, ასევე დროში, ანუ განვითარების კანონზომიერება დინამიკაში როგორ ვითარდება და მნიშვნელოვანია სწორედ ეს განვითარება. აქ რასაკვირველია, უდიდეს როლს თამაშობს აი ბუნებისა და მეურნეობის დაკავშირებაში ადამიანი და ადამიანთა ერთობლიობა კი მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობას ქმნის, ანუ უმნიშვნელოვანესი კატეგორია გახლავთ სწორედ ეს მოსახლეობა. ბუნებას და მეურნეობას აკავშირებს ის ერთმანეთთან და გამოდის წინა ხაზზე, როგორც ამ ყველაფრის განკარგავი, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგისა, ასევე საზოგადოებრივი მეცნიერებათა დარგისა. ეს გახლდათ მცირედი შესავალი გეოგრაფიის როგორც მეცნიერების საფუძვლებში, თქვენ მცირე დიფერენცირებას გაეცანით და იმედია, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტ რამეს შევიტყობთ გეოგრაფიის განვითარების შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შევისწავლოთ ეს საგანი და რატომ არის საჭირო სასკოლო გეოგრაფიის კურსი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.